მოგესალმებით საღამო მშვიდობის. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ, როგორია ცხოვრება, როდესაც ადამიანი ცხოვრობს თვითგადარჩენის რეჟიმით და დღევანდელ შეხვედრაზე მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ცხოვრება შემოქმედებით რეჟიმში და რატომ არის ეს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. დასაწყისისთვის მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ვინც უსმენს YouTube-ზე და ამით ხელს შეუწყობთ გააქტიურებას ჩემი ვიდეო ჩანაწერების და დამეხმარებით არა მხოლოდ მე, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც სურს ამ ძალიან შესანიშნავი მე ვიტყოდი, რომ ძალიან სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება, თუ ბევრი არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. და ყოველ დილით გაღვიძებისას ჩვენ ვიმეორებთ თითქმის ერთი და იგივე აზრებს. თავში მოდის ეს აზრები, გვინდა თუ არ გვინდა, ერთი და იგივე აზრი მოდის, შესაბამისად ერთი და იგივე ემოციას განვიცდით და ასევე ვიმეორებთ ერთი და იმავე ქცევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძირითადად ვცხოვრობთ წარსულით, წარსული გამოცდილებებით და წარსული მართავს ჩვენს ცხოვრებას, ასე გამოდის. მაგრამ კარგი ის არის, რომ არსებობს გზა, რომელიც შეცვლის ჩვენს ამ ცხოვრების სტილს, ანუ ავტომატურ ცხოვრებას, ესე დავარქმევდი და ეს გზა არის შემოქმედებითობის რეჟიმში გადასვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანი აღარ იქნება დამოკიდებული გარემოზე, ანუ აღარ რეაგირებს გარემო პირობებზე და ის იწყებს შექმნას, თავად იწყებს შექმნას, შემოქმედებითობას. ასე ახლა რა დაგვეხმარება ახლა ამის გაკეთებაში, ხო? როგორ უნდა გადავიდეთ შემოქმედებითობის რეჟიმში? მე მინდა პირველ რიგში გითხრათ ის, რომ აუცილებლად დასვათ საკუთარ თავთან კითხვები და გააცნობიეროთ, რა მინდა რეალურად, ვინ მინდა რომ გავხდე, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება, როგორი გამოცდილება მინდა რომ შევქმნა ჩემს ცხოვრებაში. და როდესაც ამ კითხვებს უპასუხებთ, თქვენ უკვე ავტომატურად ახლა ავტომატური სიტყვა რაღაცნაირად ამოვიჩებე, უკვე გახდებით თქვენი ცხოვრების შემოქმედი, თქვენი ცხოვრების ავტორი. ანუ შემოქმედებითი ცხოვრება იწყება გაცნობიერებით. და პირველი ნაბიჯი ამ გაცნობიერების ის იქნება, რა უნდა გავაცნობიეროთ. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რითი ვიმართებით, როგორ ვიმართებით, რა არის ის პროგრამები, ის პატერნები, რაც ასე გვმართავს და გადავყავართ ავტომატურ რეჟიმში, გვაცხოვრებს ამ რეჟიმში. რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად ხდება ეს ყველაფერი, ხო? ჩვენი ძველი რწმენები, წარმოდგენები, ძველი ჩვევები, იდენტობა ძველი, რასაც არ არის თქვენთვის სასიამოვნო, რაც და უკვე იწვევს შესაბამისად დისჰარმონიას ჩვენს შინაგან მდგომარეობაში, შიშებს, ფოთვებს, თუნდაც საკუთარი თავის უსიყვარულობას, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? აი ჩვენი თუ გვაქვს ეს, თუ გაქვთ და გჭირდებათ ცვლილებები, თუ გჭირდებათ ტრანსფორმაცია, აუცილებლად დაიწყეთ გაცნობიერებით. როდესაც უკვე ჩვენ დავინახავთ და შევამჩნევთ იმას, თუ რა ხდება ჩვენ შიგნით, რა არის ის ხელისშემშლელი ბლოკები დავარქვათ თუ ჩვევები თუნდაც, მოდი ესე ვთქვათ, და ამას დავინახავთ და გავაცნობიერებთ, ხო? სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება ჩვენი გადასვლა შემოქმედებითობისკენ და ამ პრინციპით დავიწყებთ ცხოვრებას. ეს იქნება საფუძველი იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი ახალი რეალობა. ეხლა რას მოიცავს ძირითადად შემოქმედებითობის პრინციპი, რა არის? ესე იგი, ჩვენ ხო ვისაუბრეთ ბევრი აზრებზე, ემოციებზე
და იმაზე, რომ რამდენად არის ჩვენზე დამოკიდებული ჩვენი ახალი რეალობა. ჩვენ ვისაუბრეთ კვანტურ ველზე, როგორ იქნება ახალი რეალობა და როგორ არის ეს როგორ ქმნის ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები, ჩვენი ქცევები ამ ყველაფერს. ადამიანს აქვს ყველა ადამიანს აბსოლუტურად აქვს წარმოსახვის უნარი. მას შეუძლია წარმოიდგინოს თავისი მომავალი, რომელიც ჯერ არ არსებობს, ხო? თუმცა არიან ადამიანები, რომ უჭირთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ესეც ერთგვარი შემზღუდველი რწმუნებულებებია, რომ არ არის ოცნება კარგი, არ უნდა იოცნებო, რა მეოცნებე ხარ, გახსოვთ ალბათ როგორ დამაკნილებლად ისმოდა ხოლმე ეს ფრაზა განსაკუთრებით ჩემს ბავშვობაში და ჩემს ახალგაზრდობაში. ასევე რომ ადამიანი თავად ქმნის თავის საკუთარ რეალობას, სწორედ ამ აზრების, ემოციების და ცნობიერების ცვლილებით. და როცა ადამიანი კაფიოდ წარმოიდგენს თავის მომავალს, ნახეთ რა ხდება, თუ მხოლოდ წარმოდგენა არ შველის, მაგრამ წარმოდგენა პირველი ეტაპია, ჯერ ფიქრი, უნდა წარმოიდგინო მერე აუცილებლად და ამ დროს უნდა განიცადო ამავდროულად ეს ემოცია. თითქოს ის უკვე მოხდა. და ტვინი ხომ ვისაუბრე იმას, რომ ვერ აკეთებს განსხვავებას რეალურს და წარმოსახვით შორის. სწორედ აქ ხდება ახალი ნეირონული კავშირების შექმნა და აქედან იწყება შემოქმედებითი პროცესით ცხოვრება. ეს იქნება საფუძველი ამ პროცესის. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს პირველი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გამოვიდეთ წარსულიდან. ადამიანები ძალიან ხშირად ცხოვრობენ ამ წარსული ემოციებით, დასაწყისში უკვე ვისაუბრე ამაზე, ამ წარსული ჩვევები და თუ ჩვენ გვსურს რომ შემოქმედებითი პრინციპით გადავიდეთ, პრინციპით ცხოვრებაზე, ამ ცხოვრების ამ სტილზე, ხო, ამ მეთოდებზე. მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს წარსული, არ გამოგვადგება ის ძველი პროგრამები, რომელიც უკვე გითხარით რომ უნდა გავაცნობიეროთ და უნდა ავირჩიოთ შეგნებულად ახალი აზროვნება. ანუ ახალ აზროვნებას, როდესაც ვიწყებთ, მერე აუცილებლად შეიცვლება ემოციები და ის ავტომატური რეაქციები დაკვირვების შედეგად უკვე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნაწილი მთლიანად შესაძლებელი არ არის, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი მოხდება, აღარ იქნება ეს ავტომატური რეაქციები და აღარ ვიცხოვრებთ ავტომატურ რეჟიმში. და მესამე ასევე მნიშვნელოვანი და ეს სამი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ერთად, აუცილებლად უნდა დავნერგოთ ახალი ქცევების მოდელი, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ახალი ქცევები ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება, ახლებურად ფიქრს და ემოციებს თან უნდა დაერთოს აუცილებლად ახალი ქცევები. ასე რომ დასვით შეკითხვები თქვენ თავთან და გულწრფელი პასუხები გაეცით ყველა კითხვაზე. რა მინდა რომ ვიყო, უბრალოდ ვინ მინდა რომ ვიყო მომავალში, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება, რას ვიფიქრებდი, მაგალითად თუ გამთავისუფლდები აი ამ ძველი ჩვევისგან და დაასახელეთ ის ძველი ჩვევები უკვე როცა გააცნობიერებთ, რა თქმა უნდა, რა გიშლით ხელს იმ ცხოვრების მიღწევაში, როგორი ცხოვრებაც გინდათ, ხო? რომ გქონდეთ. მაგალითად, კითხვა შეიძლება ესეთი ფორმულირება, თქვენი ფორმულირებით, თქვენ თვითონ გაუკეთეთ ფორმულირება, მაგრამ მე გეტყვით ასევე, რომ აი რას ვიფიქრებდი, მაგალითად, თუ თავისუფალი ვიქნებოდი შიშებისგან, ბოთვისგან, ან არ ვიქნებოდი, ან მიჯაჭვულობისგან, ან მაგალითად თუ უფრო მეტად ვენდობოდი საკუთარ თავს, ვიქნებოდი საკუთარი თავის მოკავშირე და არ ვიქნებოდი ესეთი ძლიერი კრიტიკოსი. აი ეს სიტყვები დამერწმუნეთ შეცვლის თქვენს მდგომარეობას დაგაფიქრებთ და შემდეგ უკვე როდესაც ადამიანს აქვს გაცნობიერებული თავისი ჩვევები, რა უშლის ხელს, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია. ძალიან დიდი ნაბიჯი. უკვე შედიხართ შემოქმედებითობის პროცესში
და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარკვეულ პერიოდში იმყოფება შემოქმედებით რეჟიმში ცხოვრობს, უბრალოდ და ასევე მერე არის პერიოდები, როდესაც უკვე გადარჩენის რეჟიმით უწევს ცხოვრება. თუმცა ბევრი ადამიანი წინა შეხვედრაზეც უკვე ვისაუბრე ამის შესახებ, რომ მთელი ცხოვრება ცხოვრობს ამ ავტომატური პროგრამებით იმართება და მთელი ცხოვრება თავდაცვის რეჟიმით არის. გადარჩენის ხო და კიდევ მინდა ისიც გითხრათ, რომ ორივე ერთად არ იქნება. ორივე რეჟიმით ცხოვრება ერთდროულად შეუძლებელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაა ეს ადამიანის. მაგალითად, თუ გადარჩენის რეჟიმში ყოფნის დროს ადამიანი იმართება წარსულით, ცხოვრობს ძლიერი კონტროლის სურვილით, აი აკონტროლებს ყველაფერს, აქვს შიშები, შფოთვა, მუდმივად არის დაძაბული, მუდმივად არის მიჯაჭვული წარსულ მოვლენებზე, წარსულის გავლენა ძალიან დიდი მასზე. შემოქმედებითობის რეჟიმში ცხოვრება ძალიან საინტერესოა. შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით ცხოვრობს ასეთი ადამიანი. მას აქვს მეტი კრეატიულობა, მიზნები აქვს ძალიან ბევრი. ცხოვრობს გეგმებით, თავისი გადაწყვეტილებით, ანუ თავისი საკუთარი გადაწყვეტილებით, თავისი არჩევანით, არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე, ანუ გარშემო მყოფ ადამიანებზე, მენტალურად გულისხმობ, რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მენტალურად. არ არის სხვის აზრზე დამოკიდებული. ანუ ესე იგი, წარმოიდგინეთ რა განსხვავებული მდგომარეობებია, ასე რომ ეს ორი მდგომარეობა ერთდროულად ვერ იარსებებს, ფიზიკურად შეუძლებელია. ანუ კიდე რა არის გადარჩენის, არა, შემოქმედებითობის რეჟიმში და ეს ამით ცხოვრება. როდესაც ადამიანს აქვს საკუთარ თავზე, ანუ საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე აღებული პასუხისმგებლობა და არ არის გადაბრალება სხვებზე, სამყაროზე, მთავრობაზე, რა ვიცი, სახელმწიფოზე თუ ადამიანზე თუ მეზობელზე თუ მშობელზე და დედაზე და აი და ბავშვობაში მიღებულ ტრავმას აი ჩემი მშობლების ბრალია და იქ მასწავლებლის, ნუ არ ვიცი. ეს სხვათა შორის ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს შინაგან მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენ თვითონ. მაგრამ ნახეთ, წინაზე ვისაუბრე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, მოусმინეთ წინა ჩანაწერს, იმიტომ რომ ფაქტურად იქ კარგად არის ახსნილი, როგორ ხდება თვითგადარჩენით, ანუ გადარჩენის პრინციპებით ცხოვრება და პარალელის ერთმანეთთან ძალიან შორს არიან. ასე რომ გადარჩენის შემოქმედებით რეჟიმის ცხოვრების დროს თქვენ როდესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებით, შინაგანი მდგომარეობა არის ჰარმონიული, თავისუფალი ხართ, რა თქმა უნდა, ეხლა სტრესები ყოველთვის არის და ეს სულ იქნება, მაგრამ მასეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, არჩებით მუდმივად ასეთ მდგომარეობაში, უფრო მარტივად გამოდიხართ, უფრო მარტივად ახერხებთ განთავისუფლებას ამ ცუდი ემოციებისგან და შესაბამისად, როდესაც შინაგანად იცვლები და გაქვს ესეთი მდგომარეობა, გარე ფაქტორებიც უკვე აღარ მოქმედებს შენზე, ასე რომ გარე რეალობაც შეიცვლება, ხო? რას ვაკეთებთ იმისთვის კიდევ? ანუ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გითხარით, რომ შეცვალეთ, გააცნობიერეთ თქვენი შინაგანი პატერნები, შინაგანი პროგრამები, შეცვალეთ ფიქრები, შესაბამისად ემოციებიც შეიცვლება და ქმედებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე კარგი იქნება თუ დაიხმართ, თუ ვერ ახერხებთ მარტო, დაიხმარეთ სპეციალისტები. ძალიან კარგია გააკეთეთ მედიტაციები. ამ დროს, ახლა მედიტაციის დროს ნახეთ, ტვინი გადადის უფრო მშვიდ მდგომარეობაში ხარ ადამიანი, სხეული დუნდება, კუნთებიც მოდუნებულია
ტვინი კრეატიულ მდგომარეობაშია, უფრო წარმოსახვებიც უფრო მეტად არის გააქტიურებული და ახალი შესაძლებლობები იქნება ფაქტიურად, ხო? მე ხა ბევრი ვისაუბრე გაცნობიერებაზე, როგორ უნდა განთავისუფლდეთ ამ ძველი პროგრამებისგან, ამაზეც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, მეც ბევრი ვიდეოები მაქვს ამაზე ატვირთული და ბევრი ვისაუბრე ამაზე, სხვადასხვა დროს, რამოდენიმე წელია უკვე ამ თემებზე ვსაუბრობ და ჩემი ძირითადი თემა მაინც არის ეს ტრანსფორმაცია ყოველთვის. თუმცა ტექნიკები, ნეიროგრაფიკა ძალიან დაგეხმარებათ, ასევე დაგეხმარებათ წარმოსახვითი მუშაობა, ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება, ვისაც შეგიძლიათ ამ მეთოდებით მუშაობა და წარმოსახვებით მუშაობა ძალიან კარგია. კიდე რა მინდოდა მე თქვა, ანუ ახალი რეალობის შექმნა ხდება სწორედ გაცნობიერებით. და აი ამ ძველი ჩვევებისგან და უნარებისგან, სანამ არ განთავისუფლდებით, მანამდე ფაქტიურად აი ამ ძველით ახალი ცხოვრების დაწყება ძველი უნარებით შეუძლებელია, ხო? და ჩვენ ტვინს აქვს ეს შესაძლებლობები. ჩვენ გაგვაჩნია, ეს ამას ეძახიან მეტაკოგნიტურ შესაძლებლობებს, რომ შევცვალოთ ჩვენი საკუთარი ფიქრები, აზრები, უნარები და გადავწყვიტოთ რა გვსურს, როგორი გვინდა რომ ვიყოთ. ანუ გვაქვს გავაკეთოთ უნდა აუცილებლად თვითანალიზი და გაანალიზეთ, როგორები ხართ, რა შეხედულებები გაქვთ საკუთარ თავზე, ასევე იცით რა მინდა რომ გითხრათ, შეგიძლიათ დაკვირვება, დააკვირდით, აი რა არ მოგწონთ სხვა ადამიანებში. დაკვირვება როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვების მიმართაც დაკვირვება დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში, იმიტომ რომ რაც სხვა ადამიანებში გაღიზიანებთ და გააკეთეთ პარალელი, რა საკეთებთ თქვენ მსგავს, ან ისეც, ან მსგავსი შინაარსის, იმიტომ რომ ის ყოველთვის თქვენშია. ან პირიქით, რაც აღგაფრთოვანებთ სხვა ადამიანში, ისიც არის თქვენში და დააკვირდით ამ ყველაფერს და მიხვდებით, რა არის თქვენი შემზღუდველი ან რწმუნებულება, ან ის პროგრამა, რითიც იმართებით. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება საკუთარ შინაგან მდგომარეობას, საკუთარ ფიქრებს, საკუთარ აზრებს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით და რასაც ვერ აღიქვავდით, ეხლა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთ, დააკვირდით ასევე თქვენს ავტომატურ ქცევებს. აი მაგალითისთვის ძალიან ისეთი პრიმიტიული და მარტივი მაგალითი. რამდენჯერ ყოფილა თქვენს შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებაში, რომ მაგალითად ან საჭმელს ჭამთ, მიირთმევთ რამეს, ან ყავას მიირთმევთ და ყავის გემოს ვერ აღიქვავთ, იმიტომ რომ იქ სხვა რამით ხართ დაკავებული. არ იმყოფებით იმ მომენტში, ავტომატურად აკეთებთ ამას. ანუ ეს ყველაფერი, აი ეს არის დაკვირვების პროცესი. თქვენ ყველაფერს უნდა დააკვირდეთ, უნდა გახდეთ დამკვირვებლები. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი ქცევების დამკვირვებლები. და ასევე არ გამოგრჩეთ სხვა ადამიანებზეც დაკვირვება, ესე ძალიან ბევრს მოგიტანთ და დაგეხმარებათ თქვენი თავის შეცნობაში. და აი ამ ყველაფრის შემდეგ, დროთა განმავლობაში, როდესაც უკვე ჩვევებში გამოიმუშავებთ ამ ყველაფერს, უკვე ნელ-ნელა გადახვალთ ამ თვითონ ჩამოყალიბდება, ხო, ნერვული სტრუქტურა, უფრო როგორი იქნება, იცი, ძველი, ეს ძველი ნერვული სტრუქტურა, რასაც ვიცით ცხოვრობდით და ვიცით ვიმართებოდით, აღარ იქნება ისეთი მყარი. ანუ ახალი ნეირონული ქსელები უნდა ჩამოვაყალიბოთ ამით. და შესაბამისად, ახალ ცხოვრებას, ახალ რეალობას შექმნით. ამით, რა ვიცი, ძალიან მომწონს ეს პრინციპი, ამ დაკვირვების პრინციპი, ანუ ძალიან ბევრ რაღაც გააზრებებს მოგიტანთ და გაცნობიერებას. საინტერესო პროცესია თვითონ პროცესისგანაც მიიღებთ სიამოვნებას მერწმუნედ.
კიდე რაზე მინდოდა მე თქვა, რა მინდოდა მე თქვა. ანუ ეხლა ჩვენ ხო გვინდა რომ ჩვენი ახალი რეალობა შექმნათ, რატომ გვინდა ეხლა ტრანსფორმაცია? იმიტომ რომ სხვანაირად დავიწყოთ ცხოვრება. ჩვენ ყველას შეგვიძლია მოვიზიდოთ ჩვენს კვანტურ ველში არსებობს ჩვენი ის მოვლენები, რომელზეც ვფიქრობთ, რომელიც გვინდა რომ გქონდეს. უბრალოდ ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმას, რომ შემოვიდეს ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ მუშაობთ. ნახე, ზოგიერთ ადამიანს ძალიან ბევრს აქვს ძალიან ბევრი ცოდნა, მაგრამ ცოდნა, მხოლოდ ცოდნა, რა თქმა უნდა, ეს კარგია ცოდნა, მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ მუშაობს ესე. ვერ გავაკეთებთ, ვერ მოვიზიდავთ უკვე ისეთი ისეთი გაცვეთილი სიტყვა გაახდა, ხო, რაღაცა სასაცილოდაც იქნება ხოლმე, როგორ უნდა მოვიზიდოთ, მაგრამ ფაქტურად აი მოდი უფრო ლამაზად რო ვთქვა, ჩვენს კვანტურ ველში არსებობს ყველაფერი, რა გვინდა რომ შემოვიდეს ჩვენს რეალობაში, ყველაფერი, ხელმისაწვდომია, ოღონდ ამას სჭირდება შრომა და თუ ჩვენ მაგალითად შევქმნით ამ ახალ ნეირონულ კავშირებს, ვიმუშავებთ ამაზე, რა თქმა უნდა, ის მოვლენა რეალობა გახდება, რაც არსებობს ჩვენს კვანტურ ველში, ხო? ანუ მოდით დავიწყოთ შეკითხვების დასმით საკუთარ თავთან, მიეცით თქვენ თავს ამის უფლება და გაეცით გულწრფელი პასუხები. უკვე მე ახალ რეალობას, ანუ ახალ გონებას ჩამოაყალიბებს ჯერ ტვინი ბუნებრივად, როდესაც უკვე გულწრფელად პასუხობთ თქვენ საკუთარ თავს, ხო? იცით რა არის? გულწრფელ პასუხებში რას გულისხმობ? ის კი არა, რომ აი სხვას რა უნდა, აი ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ რო გონია, რომ ჩვენ გვინდა ის რაღაცა და ამ დროს ის არის პროგრამა, იმიტომ რომ იმას მოდაა ესეთი, ეს ტენდენცია, იმას რომ აქვს სიტყვაზე უმაღლესი განათლება, ადრე ესე იყო ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს, რომ აუცილებლად ყველას უნდა ქონოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სირცხვილი იყო, დიპლომის გარეშე ყოფილიყავი და ეხლა აღარ ჭირდება შენი დიპლომი, მე მგონი, მთავარია თვითონ ჩვენ ხო ხარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავაგროვოთ ეს ცოდნა. ცოდნა აღარ არის ახლა ისეთი რამე, რომ აი მხოლოდ ცოდნა არაფერს არ მოგიტანს, თუ ის პრაქტიკაში არ დაანერგე. პრაქტიკას უფრო მეტი მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს. ანუ თუ ჩვენ ამას პრაქტიკულად განვახორციელებთ, ახლა რაზეც ვისაუბრე, აუცილებლად მოვა ის თქვენს ცხოვრებაში და აუცილებლად მიგიყვანთ იქამდე, სადამდეც გინდათ რომ მიხვიდეთ, სადამდეც თქვენი ტვინი, სადამდე როგორც ფიქრობთ, ნახეთ, როგორც ფიქრი და შემდეგ უკვე წარმოსახვა, რაც წარმოგიდგენიათ რომ უნდა იყოს, ან როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, იქამდე მიგიყვანთ. აი ეს წარმოსახვები, ეს ფიქრი, მე უკვე ქმედებები, ყველაფერი ეს არის შემოქმედებითი პროცესი, კრეატიულობა, რა თქმა უნდა, ხო? და ჩვენ რაზეც ვაკეთებთ კონცენტრაციას, რაზეც იმ მომენტში ფიქრობთ, ამაში მე ჩართულია აუცილებლად მოვიზიდავთ იმ მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩართულია შუბლის წილია ჩართული ამაში და რა ხდება, იცით, ტვინის სხვა ნაწილებში, როდესაც შემოდის ინფორმაცია, სხვადასხვა სახით გარე ინფორმაციები, ამას უკვე აღარ ააქტიურებს შუბლის წილი და იმ კონცენტრაცია რაზეც არის, სწორედ იმაზე იქნებით მიმართული. და შემოქმედებით პროცესში ყოფნის დროს აუცილებლად მოვა ის რეალობა, რომელიც არის ჩვენს წარმოსახვებში და არა მხოლოდ წარმოსახვებში, რა თქმა უნდა, შეგრძნებებშიც. ნუ მოკლედ არ ვიცი, აი ესე ჩამოვაყალიბე და ამდენად გასაგებია, ეხლა უკვე თუ იქნება გასაგები, თუ არა და მომწერეთ აუცილებლად. კიდე რა მინდოდა მე თქვა? ხო, ნუ ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი წარსული, და აი წარსულზე რო ვილაპარაკოთ, ეხლა წარსულით იბართება. ეხლა წარსულში არის ბრაზი, ძალიან ხშირად ვიღაცამ გაწყერინა, ვიღაცამ გაგაბრაზა, რაღაცა წყენებია, დანაშაულის შეგრძნება, რომლითაც აი შეიძლება წლები იცხოვრა ადამიანმა. ეს ისეთი ემოციებია, რომელიც უკვე სულ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში გამყოფებს და აი ამ რეჟიმში გიწევს ცხოვრება და როდესაც ეს გარდაიქმნება უკვე კრეატიულობაში, შემოქმედებითობაში, ანუ შენ აიღებ პასუხისმგებლობას შენ თავზე, შენს ცხოვრებაზე და უკვე გადადიხარ სიხარულის, ბედნიერების ემოციებში და აქ ნახეთ ენერგეტიკულადაც იცვლება ადამიანი. ენერგიებიც იცვლება, უფრო ისეთი ენერგიებია, ხო, მაღალ ენერგიებში ადიხარ.
თუ ამდენი ხანი ხა მაგალითად ენერგეტიკაც არ იყო დაკავებული იყო აი ამ ყველაფრით, რომ აი თავი უნდა დაგეცვა და გადარჩენის რეჟიმით გეცხოვრა, რაღაცა ის ამაზე აღარ ვისაუბრებ ახლა, თორე ძალიან შორს წაგვიყვანს წინაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და გადახედეთ იმ ვიდეოს, იმ ჩანაწერს და ეხლა წარმოიდგინეთ უკვე შინაგანი თავისუფალი ხარ, შინაგანად დაკავებული ხარ იმ პროცესში ხარ, რითიც იღებს სიამოვნებას. აი თუნდაც ნებისმიერი შენი საქმიანობით, ეხლა ვიცი ახლა მე მისმენს, რასაც არ უნდა აკეთებდი. თუ შენ, არ ვიცი ახლა ხატავ, წერ, სწავლობ, სამსახური გაქვს ისეთი საინტერესო შენთვის. წარმოიდგინეთ ახლა ამ პროცესში, როდესაც ხარ ჩართული, ხო ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არც კი გაგხსენებიათ, დროც ისე გასულა, რომ არც გიფიქრიათ, აი რა მალე გავიდა დრო, რა უცებ მოხდა ეს ყველაფერი, ან იმ დროს, როდესაც ჩართული ხარ მთლიანად ამ პროცესში, თუ კიდე წიგნის კითხვის პროცესში, ხო? ძალიან ბევრს გქონიათ ალბათ ეს მომენტი, რომ გარე მოვლენები საერთოდ აღარ გაინტერესებს. შეიძლება ისეთი რაღაცა ხმაურიც იყოს, მაგრამ საერთოდ თქვენზე არ მოქმედებდეს ეს ხმაური, იმიტომ რომ მთლიანად ხარ ამ პროცესში შესული. და ნახეთ, რამდენად თავისუფალი ხარ დროისგანაც, გარემოსგანაც, ყველაფრისგან ამ დროს, ხო? ასე რომ შემოქმედებითი რეჟიმი კვანტურ ველში მოიზიდავს თქვენს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც გიდათ რომ იცხოვროთ და ეს ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ცხოვრებაა. მე მგონი სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა. არ ვიცი ხა მოკლედ მინდოდა გამოსულიყო და ესეც გამოვიდა. დაგე მშვიდობებით და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ, რომ აი ესეთი შემოქმედებითი პრინციპებით გეცხოვროთ.